თავი 21. მოიხედა და დაინახა, რომ მდიდრები ყრიდნენ თავიანთ შესაწირავს საგანძურში. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეფტა ჩააგდო. თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა. როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე ძვირფასი ქვებით და შეწირულობებით არისო დამშვენებული, ესომ უთხრა: დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვაქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს. ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს? მან უთხრა: გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით დაიტყვის, მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო, თქვენ ნუ გახვებით მათ. როდესაც მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული. მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსვლა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას. გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და გამგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად. ამიტომ თქვენ გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი, ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელსაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერ შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი. ასევე გაცემული იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან, მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმოს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნო. ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს, ვინც სოფლად არის, ნუ ღარ შევა მასში, ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. ხოლო ვაი ორსულს და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. დაეცემიან מחვილის პირით, ტყვეთ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართა ჟამი. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე, ხოლო დედამიწაზე ხალხთა შეჭირვება შფოთში, ზღვის ხმაურისა და აზვირთების გამო. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირღებიან. მაშინ იხილავენ კაცის ძეს ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით, ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა. უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეხვს და ყველახეს. როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და თვითონ იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული. ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთისსასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება. ცადა დედამიწა გადაივლის, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლის. გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით. და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად, ვინაიდან ის როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მაშ ყოველ ჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე. დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება. მთელი ხალხი დილაობით მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.